2021 წლის 12 აგვისტოს დიდგორობა დღეს დაგვეკავეს სრულიად უსამართლოდ უკანონოდ ქართველები სული და ხორცით მართლმადიდებელი ქრისტიანები იმის გამო რომ ბათუმში ჩამოვდიოდნენ დიდგორობის 900 წლის თავის დააჭარის განთავისუფლების 100 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ თბილისიდან დაძრულები ქუთაისში შეგვაჩერეს როგორც ქუთაის გამოცდით და კი მე ისე ვაქავა მას შემდეგ 4 წელი გავიდა და მე ამ ბიუსტიდან გილოცავ დიდგორობას კიდევ ერთი დიდგორი გვაქვს მოსაგები კიდევ ერთხელ უნდა ვიმარჯოს ქართველმა ერმა და პირდაპირ გეტყვით რა 2021 წელს ერთი ქულა დაიწერე და აი არ ჩამოგვიშვით იმის გამო რომ ოცნება გაგეხარებინათ სუსი ხო ხარობდით ხო და მას შემდეგ 4 წელი გავიდა ყველის ყველა გზას ნახულობ რომ აი აქ ჩამოვიდე და აქედან მოგილოცოთ დიდგორი გაგახსენოთ იმიტომ რომ იმ ვიდეოს როცა დაგვაკავეთ ხო და 1,600,000 ნახვა 24 საათში 1,600,000 ნახვა ანუ თელმა საქართველოს მიცის ის კადრები და მინდა ყოველ წელს გახსენოთ რომ არ არიან ოცნებაში ეროვნულები არც ნაცებში არ იყვნენ ეროვნულები და ნაცები და კოცები ერთად არიან მოსაშორებლები რა ერთმანეთზე უარესები არიან და ერთმანეთს ასულდგმულებენ ამიტომაც მოგმართავთ ყოველთვის რა რწმენა ბრძოლა და შრომა ამ ვიდეოს შემდეგ ხა დაიწყება ის კადრები თუ როგორ გაგვაჩერა პოლიცია და გავაგრძელოთ საუბარი გამარჯობა ქართველებო პირველ რიგში ყველას მოგილოცავ დღევანდელ დღეს დღეს არის დიდგორობა 900 წლის თავის სიმბოლური თარიღი არის ეს გამარჯვება მარტო საქართველოსთვის არ იყო მთლიან აღმოსავლეთ საქრისტიანოს გადარჩენას ნიშნავდა და ქრისტიანობის გადარჩენას ნიშნავდა დიდგორი ჩვენმა საძმომ გადაწყვიტა და ჩათვალა საჭიროდ რომ ეს დიდი გამარჯვება აღინიშნოს ბათუმში ამიტომ შევიკრიბეთ ახ გამოვიარეთ ქუთაისი სურათები გადავიღეთ აღმაშენებლის ძეგლთან დაგვთან ეროვნული ადამიანები თუმცა პოლიციას და უშიშროებასაც არ დავიწყებია ჩვენი ნახვა და მოვიდნენ გვესაუბრენ რომ არაფერს ჩვენც არ ვაპირებთ არც ვინმე ცემას არც რაიმე სიმბოლიკების დაწვას დააღნიშნოთ ამოვედით ბათუმისკენ რაც გველოდებია აი ახლა გზაში პატრულმა გაგვაჩერა უკვე დაახლოებით 1.5 საათზე მეტი არის არავინ ნასვამი არა მანქანას პრობლემა არ გააჩნია ჩვენ რამე იარაღი არა გვაქვს არაფერი არა გვაქვს და ამ გვამოწმებენ რა ისევე ალბათ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ზრუნავენ ჩვენ მიულოცეთ მათ დღევანდელი დღე და უსურვეთ ყველაფერი კარგი და ახლა მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა რა ეს შემთხვევით არაფერი არ ხდება და ჩემ Facebook-იდანაც ვერ გერკვებით იმიტომ რომ ორი პოსტის მერე ხელახლა ვარ დაბლოკირებული ახლა მე მინდა უთხრა იმათ ვინც ამ ყველაფერს გეგმავს რა საქართველოში ქართველებს დიდგორობის ზეიმში ხელი უნდა შეუწყოთ და ხელი კი არ უნდა შეუშალოთ მივდივართ უბრალოდ იმისთვის რომ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი სიყვარული აი ამ გამარჯვების მიმართ აჭარის გათავისუფლების 100 წლის თავთან დაკავშირებით ყველაფერი და ეს რა არის ასეთი დევნა თავის დროზე კომუნისტების პერიოდში არ ყოფილა რა ალბათ სირცხვილია ეს ყველაფერი ხალხო რატო ავალებთ ესე და მე მინდა პირდაპირ მივმართო გომელაურს პირდაპირ მივმართო ლილუაშვილს უშიშროებ ქართველები არა ხართ ერთი წვეთის სისხლი ქართული თქვენში რამე არ დუნს რამე არ ხვენიათ ასე რომ იქცევით ხალხო თუ რა გინდათ ახლა არასდროს არ იქნება აქ ის საზოგადოება რომელიც საზოგადოებაც არასდროს არ იქნება მსახური ისეთი ძალის რომელიც ძალაც ელემენტარული 900 წლის თავს ღირსეულად ვერ აღნიშნავს აღმაშენებლის ძეგლს ვერ დგამს და ელემენტარულად საქართველოში სამშობლოს სიყვარული გამოცხადებული არის დასჯად. აი ახლა არ ვიცი რა მოხდა აგერ ერთი ხიზელი ყავს მძღოლი მეორეც ხიზელი ყავს არაფერი დამუშავებია მაგრამ არ ვიცი რატო ხდება ასე როგორ ხდება აი შეხედეთ აგერ ამ ყველაფერს და არავისთან დასამალი არაფერი არ აგვაქვს გითხარით კიდეც რომ მივდივართ საძმო რომ აღუნიშნოთ დღევანდელი დიდი დღე გამარჯვების დღე ბათუმში არ ვიცი რატო გვიქნია ამ პრობლემას მე ვერ ხვდები მე სული და გულით ყველას ულოცავ დიდგორს და ვისურვებ იმას რომ საქართველოში
არასდროს არ დავიწყებულიყოს ჩვენი დიდი წინაპრების სისხლით მოტანილი დიდი გამარჯვებები. თუ ამას დავივიწყებთ, ერთს რომელსაც წარსული არ გააჩნია, იმას არ გააჩნია მომავალი. როგორ საქართველოში გინდა ჩვილები გაზარდოთ, ამაზე დაფიქრდით ყველა. ნაცი ხარ, ქოცი ხარ, ლილუაშვილი ხარ, გომელაური ხარ თუ ვინა ხარ, ხო, შენს ქართველი ხარ. ქართველი ხარ პირველ რიგში. და ამოდი აქედან ამოდი. და დღეს ვინც ცდილობს რომ ჩვენ ხელი შეგვიშალოს, ჩვენ არავის ცემას, არავის ჭკუებს, არაფერს არ ვაპირებთ. უბრალოდ ჩავდივარ ჩვენი ძმები დაგხვდებიან და ვიმხიარულოთ, ვისიამოვნოთ, აღვნიშნოთ ეს გამარჯვების დღე. ვინც ამას ცდილობს რომ ხელი შეგვიშალოს, თქვენ ხართ არაკაცი. თქვენში ერთი წვეთი ქართული სისხლი არა, რა. აგერ გადახედეთ, ერთი მეორეზე უკეთესი ბიჭები არიან. ვინმე გირჩელი კი არა, ვინმე ნარკომანი კი არა, ვინმე პიდარასტი კი არა, ვინმე ის კი არა. არიან ქართველები, საქართველოს შვილები, ოჯახის შვილები, წესიერი ადამიანები, ტრადიციით და წინაპრების პატივისცემით აღზრდილი ხალხი. ეს გახდა ამ ქვეყანაში დასჯადი? ეს გახდა? აი ბატონო. ველოდებით რა იქნება ამის. ატირჩემო, ხოლო გამიშეთუა. არა. არავინ ნასვამი არა, არავინ მიბრძანდი სადაზიანებლად. ჩვენი პროცედურაა. კიდე ერთი დარგოა, სადაც იცით შევიდა ძალაში სამშაბათიდან. ნუ პირბადე უნდა გვეკეთოს. ხუთი კაცი და მეტი და შეიძლება აუცილებელია პირბადის გაკეთება. საკოორდინაციო მოდებულია პანდემია და ამიტომ ისევე სავალდებულო გახდა აი ხუთი კაცი და მეტი. ისე სადაცილებელი. ყველაფერი ჩემამდე ეგ ინფორმაცია არ მოსწევს. უბრალოდ აქედან გამომდინარე. არა იყო და ასაჯაროა ვიდეო შეიძლება მანქანაში იგულისხმება ძმაო. მანქანა ხუთი კაცი და მეტი გადაწყდა. კონკრეტულად მანქანა არ არის. სადაც არის ხუთი და მეტი ადამიანი აუცილებელია პირბადის წარება. მინდია. დია. სწორია. დია. კიდე ერთი გიბეჭა. აი ისასე დავასმა. მომისვენირანი. არის აგერ MMA-ის მებრძოლი პატიოსან, ესიერი, არავინ ნარკომანი არა, არავინ წველი არა, არავინ ყაჩაღი არა, თავდადებული ბიჭები ვართ ამ ქვეყანაში. ყველას და ზეგად, ხო, რომ მოხდეს. 1000 რო ავიბადო 1000 რო. მიდიო, უბრალოდ ახანიშნე. პირველივე აფთიაქში ვიყიდით პირბადებს და გავიკეთეთ. მაგ ბატონო, პირბადებს და სუაგი არის და. ანუ მაგის გამო გაგვაჩერეს. ხო? სუაგი ეგ დანაშაული. მაგის გამო გაგვაჩერეს. დანაშაული. არა, მაგის გამო გაგვაჩერეს. ეგ მიზეზი. ხო რა, გაგვიშვი თუ ჯარიმას გვიწევს, გამოგვიწერეთ. მოსოვის მასალები ხარკო დააუს და აუშენეთ ხან. ადამიანები ვარ ახლა, შეიძლება პატარმენტი ყოველთვის. აი ხო, გავიგე. აი გენაცვალე მის. სულ შარაფერ. გაგვიშვი ინტერნეტსა, პრობლემა და გაგვიშვი. აუცილებლად გაგვიშვი. არა, იმიტომ რომ ველოდე მასალები. არა, დიახ, არა. ასია კარში რა. ეხლა რო რაღაცა კონდეს დამშავე. აკუნა ინტერნეტი არა ველოსიპედი. ვიდეო ფუნაში არ გამოვიდნენ, ჯერგოთები იგი. არაფერი არ დამიშავებია ამ ქვეყნისთვის, ერთი დანაშაული მაქვს ძალიან მაგარია. ამ დანაშაული გვაქვს ჩვენ. როგი ყავს ეს ქვეყანა? ხო, ამ დანაშაული. ერთი დანაშაული მაქვს ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. აი, რა ვიცი, ეგრე გამოდის. პირველი მეათია, გაფერდები დაფრაში ვიცი. აი, ყველა შეიტანი ხმია. ყუის, ნუ ერთი რა დააშავას? არა, რა ხდება?
რაზე მაკავე? ბიჭო, რაზე იჭერთ? ეგ ხო უნდა ვიცოდეთ. რომელი შეუყარება? სად მოგაყენე შეურაცხყოფა? ინსტიტუტი გადავედა და ადმინისტრაციის სამეთადაროათან კოჭეში 73 ნომერი. თან 173 მოხდი. დამდები დაკავებული. ადამიანებში ბარეთის კანონია მოთხოვნა. და შეურაცხყოფას აკეთებს პოლიციის თანაშმოქმედი, რომელიც აშლუნებს სამსახურეობრივ მოვალეობას. სამსახურეობრივ ერთი აიცა რატო? არა, ჩვენ იხმარებდა. თქვენ სახელი და გვაქვს, მეც დაგაკავეთ. 126-ზე დარეკეთ ეხლა დარეკეთ. რომე ჩემი უფლებები მაქვს? დაგაცნო ფონუქლებებს ეგ უნდოდა და რატო ვაკეთებ თამაშ პატიცემულო მოდი დავალება. მაშინ რატო გავჩერდი ამდე ხარ ამაკ დანაშაული რო გამაჩერეთ ნაო დაკავებული განდები. ეს მარტივია შენ შემოგევლე რატო ვაკეთებ რაზე იჭერთ? რატო ვაკავებ ბიჭო შეურაცხყოფა. რომელი შეურაცხყოფა მოგაყენე? გუგურ დაგვიფორმებო ყველა საფრთხე. რა შეურაცხყოფა მიაყენა ბიჭო? არაფერი არ უთქვია საერთოდ. ბაზარი არ არის განები მიუწოდეთ ედევეთე რა პირბადე გაიკეთოთ ყველამ და გადავდონდეთ. არაფერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, უბრალოდ დაიჭირეს რა. გაგვაჩერეს ყველა უბრალოდ და დაიჭირეს. არაფრის გამო. თვითონაც არ იციან რატომ დაიჭირეს. არ იძახის რა შეურაცხყოფა მიაყენა. ხო და რატო რა შეურაცხყოფა ანუ შეურაცხყოფა მომაყენაო ხო იძახის. ინტერნეტის არქონის გამო ეს კაცი რატო დავიჭირეთ ხო ვიქნებოდი წასული ეს კაცი რო არ მოსულიყო გამაგენდი რა მაქვს დანაშაული მიხარეთ სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებაში. რა სამსახურეობრივ მოვალეობა კიდევ ერთი გიმეორებ. თექნოგიშვით სამსახურეობრივ მოვალეობის ანუ შესრულება. თუ შენ თუთული არავინ არ გიშლით. გვაინტერესებს რატო დაიჭირეს. მასია ზუსტად შენ თუთული თქვენ უბრალოდ თუთული მასია სადარი კანონი ყველა უბრალოდ გაგვაჩერეს და ყველა უბრალოდ დაგვიჭირეს კაცი რა. არაფრის გამო. აი არაფრის გამო რა. ნახეთ ვიდეო, გულით გთხოვთ რომ გააზიაროთ ყველა. იმიტომ რომ ეს კადრები კიდევ ერთხელ უნდა ნახოს თელმა საქართველოს. იქ თქვენ კაცში კარგად ხედავთ თუ პოლიცია როგორ ამოწმებს ალკოჰოლურ ზეგმოქმედების ქვეშ ხო არ არიან მძღოლები, პირბადები, რატო არ გიკეთიათო? ეგ დათვალიერებები სადეს აინტერესებდათ მანქანები რამოდენად გამართული იყო, ბიჭები სპორტსმენები ვიყავით, სული და გულით ქართველები, მართლმადიდებელ ქრისტიანები და ამათ მართლა რუსეთში ხო არ გონიათ თავის სილაიეს თუმანინადაო. ალბათ ეგრე ფიქრობდნენ რომ ჯაზზე არიან და ჭკუა არ ეყოფა და რაღაცა ხელის გაიქნევენო, მაგრამ ხელიც არ გაუგიქნევია, იმიტომ რომ ჩვენ იმდენი სული ერება გავგვაჩნია რომ დამიჯერეთ თქვენთვისაც ლოცულობთ რომ სწორ გზაზე დადგეთ რა. ვინც არ უნდა იყოს თავრობაში ოცნების იქნება თუ ნაცები იქნებიან თუ მათი სატელიტები პირდაპირ გეტყვით რა. ყოველი მათგანი არის მოსაშორებელი. ერთდროულად არიან მოსაშორებლები რა. მარტო იმის გამო რომ იმით დღეს აქ არ ჩამოგვიშვეს. მარტო იმის გამო რომ სული და ხორცით ქართველები ჩვენს მიწაზე, ჩვენს ბათუმში არ ჩამოგვიშვეს მხოლოდ აღსანიშნავად. განა რამეს ვაშავებ, აი ხა ეგ რო დგავარ სემინქი მთიაშვილის ბიუსთან ბათუმში. რამე დავაშავე? აი ქრო უბრალოდ ერთი ჭიქა აგვეწია, თუნდაც ჭიქა არ აგვეწია, უბრალოდ მოსულიყავით. და აქედან მოგველოცა დიდგორობა. რამე დაშავდებოდა? თუ არა. უკვე იმას ფიქრობთ ბათუმი როგორ გადასცეთ თურქებს. ამდენი ხანია იცით ეხლა აქა ვარ და ვუყურებ იმას რომ თურქები, რუსები, არაბები მოკლედ ნენელა ეს ცხადდება ბათუმი. ეკონომიკურ ზონად, რის შემდეგაც ვისაც მეტი სახელი ექნება და ვისაც მეტი მიწის ნაკვეთი რაღაც უნდა იმ ქვეყნის საკუთრებად გამოცხადდება. და აი ამის გამო არ ჩამოგვიშვით, თუ სიმართლე გაინტერესებს თქვენ ბათუმს თმობთ. ისევე თმობთ ბათუმს როგორც თბილისს დათმობთ სამომავლოდ. ისევე თმობთ ბათუმს როგორც არაერთი გოჯი მიწა დაგითმიათ.
და არავინ არ თქვა რომ ოცნების დროს მიწა არ დაგვიკარგია, დიახაც ოცნების დროსაც დავკარგეთ მიწა, რასაც გიმალავე. ხო და აი ეს არის ჩემი აი ჩამოსვლის მიზეზი და მიზანი ყოველთვის რომ გაგახსენოთ. გამარჯობათ მეგობრებო. როგორც იცით, გუშინ მთელი ჩვენი საძმო მივდიოდი ბათუმში იმისთვის რომ აგვენიშნა დიდგორობა. შევიკრიბეთ ქუთაისში აღმაშენებლის ძეგლთან, მოვიყარეთ თავი, სადაც მოვიდა პოლიციის და უშიშროების წარმომადგენელი და გითხრა ესეთი რაღაცა. ჩვენ კი გიცნობთ, თქვენ შეგნებული ბიჭი ხარ და თხოვნა იქნება რომ რაიმე სიმბოლიკის დაწვას, დროშის დაწვას ან ასე შემდეგ ხომ არ აპირებ. მე უთხარი რომ რა თქმა უნდა ამ მსგავს არაფერს არ ვაპირებთ, მივდივართ, იქ გველოდებიან მეგობრები, რომლებიც ჩვენთან ერთად უნდა აღნიშნონ უბრალოდ ვიზეიმო დღევანდელი დღე. ეს იყო და ეს აქ დამთავრდა კომუნიკაცია მაგათთან. ამის მერე წამოვედით, ქუთაისს ვიყავით დაახლოებით 3-4 კილომეტრის ამცდარი, სადაც გაგვაჩერა პოლიცია. გაგვაჩერა პოლიციამ დაახლოებით 9 საათი ვერ ნახეს ვერც ალკოჰოლური თრობა მძღოლში, ვერც მანქანას ვერანაირი პრობლემა ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ არ გაგვიშვეს. ამის მერე ჩამოვედით მანქანიდან, სადაც ჩავწერეთ ჩვენ ლაივი და მოუწოდეთ წინაგან საქმეთა მინისტრს, უშიშროების უფროსს, რომ ხელს ნუ შეგვიშლი და ამ ღონისძიების გამართვაში. ამის შემდეგ მოდის ერთ-ერთი პოლიციელი, რომელსაც საყურისები ჰქონდა გაკეთებული ყურში, ტელეფონით საუბრობდა და იქცეოდა პროვოკაციულად, მოვიდა ჩემთან და მეუბნება, რატო ამბობ იმას, რომ საქართველოში სამშობლოს სიყვარული დასჯადია. ეს არის ვიღაც ნაძირალა მუმლაძე, რომელსაც მე აქედან გპირდები, ძალიან ცუდად დაგიმთავრდება და ძალიან ცუდად დაამთავრებ შენ კარიერას, იმიტომ რომ შენი შეგნების, შენი განათლების და შენი აშკაცობის ადამიანი საზოგადოებისთვის საშიში არის, მით უმეტეს თუ პოლიციის სისტემაში არის შენი მორალით მით უმეტეს. მე ვუთხარი მას, რომ შეუწიგნურო, შენ ისიც არიცი, ალბათ ისიც არიცი, რომ ილია ჭავჭავაძე სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მოკლეს, დიმიტრი ყიფიანი სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მოკლეს, ცისფერყანწელები სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მოკლეს, ზვიად გამსახურდია სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მოკლეს, ასევე მერაბ კოსტავა და თუნდაც შარაძე ბოლოში. მოუბრუნდი მე ამ ნაძირალას და ვეუბნები, რომ როდესაც ქვეყანაში ომის ვეტერანს გააჩნია მხოლოდ 22 ლარი შემწეობა, ეს არის სამშობლოს სიყვარულისთვის დასჯა. შემდეგ მეუბნება ეს ნაძირალე, რომელია მის მონაწილე ხარ, ძველ ბიჭური ტონით ვიღაც ნაძირალა ვიგინდა რა, პოლკოვნიკი თავზე უნდა დაგახიო მაგწოდებები და აუცილებლად მიიღებ მაგას. აუცილებლად მიიღებ. და უთხარი მე გასაგებენაზე ამოვიღე ვაჩვენე ბარათიც ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწვევა, არა მარტო მე. აქ არიან ბიჭები, იგივე ომის მონაწილეები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ეროვნულ გმირებთან ერთად, ზაზა დამენიასთან ერთად იბრძოდნენ. ალეკონიან ჩემ ბავშვობის მეგობარი იყო. ასევე ტატუნაშვილი, ერთად მსახურობდნენ. და მე ეს ვიღაცა ვიგინდა რა ნაძირალა, რომელიც არ ვიცი რა ზნეობის და მორალის ადამიანია, დამცინავად აგდებით მეუბნება ამას. ამის მერე მეუბნები, რომ შენ თუ პოლიციელი ხარ და შენ თუ წესდება იცი. მესამე პირს რატომ ასმენიებ ჩვენ საუბარს, რატო საუბრობ ტელეფონით? ყურში რატო გაქვს საყურისები გაკეთებული და რატო ასმენიებ მესამე პირს, მაგრამ აშკარა იყო მისგან ღებულობ და დავალებებ თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. ამის შემდეგ ამბობს ის, რომ თიშავს ტელეფონს და ამბობს, რომ მე მას მივაყენე შეურაცხყოფა და ვეკითხები, რაში მდგომარეობს შეურაცხყოფა. ესე იგი შენ მე პოლიციას მეუბნები, რომ მე კანონი არ ვიცი. თურმე ეს ყოფილა შეურაცხყოფა. შენ კანონი არ საერთოდ არაფერი არ იცი ცხოვრებაში, შენ ნაძირალა ადამიანო და შენ ისე დაასრულებ როგორც უნდა დაასრულო. ამის შემდეგ ხედავს ახლა ამ ბიჭებს, ნავარჯიშები ბიჭები არიან, MMA-ის მებრძოლები, სპორტსმენები, ვეტერანები და ეწყება პანიკა, შიშის პანიკა, რომ ვინმე ალბათ არ გალახოს და ციოკით იძახებს დამხმარე ეკიპაჟს. რომ მოდით, უნდა დავაკავოთ, წინააღმდეგობას მიწევს. ამ დროს წინააღმდეგობა არავის გაუწევია, კიდე კაი ლაივიცაა მაგის ჩაწერილი და არსებობს მაგის მტკიცებულებები. რა თქმა უნდა ახლა სამხრე კამერები წაშლილი იქნება, ჩართული არ ექნებოდათ, ეს პირველი შემთხვევა რა. ამის მერე მაკავებენ და თურმე ჩემი დაკავება ისეთი საშიში კრიმინალი ვყოფილვარ. თურმე
ისეთ საშიში კრიმინალი ვარ, რომ თურმე აუცილებლად აღკვეთ ღონისძიებები უნდა შემიფარდეს და გადმომიყვანეს ისევე ჩემ მშობლიურ უბანში, აქ მომათავსეს, გავიდა 24 საათი, გამოვედი გარეთ. გადავადებიე სასამართლო, იმიტომ რომ ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ აი ესეთ ბრალდებას მე ჩემ თავზე არ ავიღებ, მით უმეტეს მთელი ღამე მქონდა საფიქრელად, როცა რაღაცაში ხარ დამნაშავე 1%-ითაც კი შენ თავში ეძებ რაღაცა მიზეს, მაგრამ როცა აბსოლუტურად უდანაშაულო ხარ, ამ შემთხვევაში უბრალოდ არ იცი ადამიანმა რა სახელი მოუხერხო ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, მე დაუკავშირდი უბრალოდ დაუკავშირდნენ და მოვიდა იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოსული. მოვითხოვე ამ პიროვნების მიმართ დაიწყო სამსახურეობრივი მოკვლევა და მოხდეს ამ პირის იდენტიფიცირება თავიდან ბოლომდე და ახსნას და კანონის წინაშე აგოს პასუხი და დათხოვილი იქნა სისტემიდან. არანაირი ჯარიმის გადამხდელი მე პირადად არა ვარ. იმიტომ რომ ეს ჯარიმა, რომელიც 2000 ლარს ითვალისწინებს, არის ჩემი სამხედრო პენსიის 8 წლის საერთო ჯამი, რომლის გადახდის საშუალებას მე ფიზიკურად არა, მაგრამ როცა მქონდეს, მაინც არ გადავიხდიდი. აი ამაში არის საქმე. ახლა აქედან კიდე ერთხელ გეტყვით რა, კიდე ერთხელ გეუბნები. საქართველოში სამშობლოს სიყვარული არის დასჯადი. დასჯადი იყო, დასჯადი არის და ასე გრძელდება. ახლა აქედან კიდე ბოდიში მინდა მოუხადო იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც ბათუმში გველოდებოდნენ და აჭარიდან გველოდებოდნენ. და ესე მოხდა ჩემო კარგებო, ეს ბიჭებიც 12 საათამდე ყველა დაკავებული ყავდათ, გაჩერებული ყავდათ, დაკითხვაზე ყავდათ და ასე შემდეგ. ხო, ისინიც დაკითხეს თურმე რაღაცა დიდ უბედურებას ვაპირებდით თურმე რა ხალხო. აი ეს არის. ჩვენ ქართველებს, პატრიოტებს, ომის ვეტერანს არ მაძლევთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში დიდგორობა აღნიშნოს. რომელი დაპყრობილ ქვეყანაზე მეტი საშინელება ეგარა, ასე ბოლშევიკები და კომუნისტები არ იქცეოდნენ. ფუი თქვენ კაცობას უყველას. ერმილე, ის რას ნიშნავს ეს ნამიოკი და ეს ნიშნავს, ეს ნამიოკი ნიშნავს იმას, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ ყველაზე დიდ გამარჯვებას, როდესაც პატრიოტ ხალხს არ აღანიშნიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ხარ მოღალატე. როდესაც მოღალატე ხარ, მაშინ არა მარტო ბათუმს, მთელ ქვეყანას გადაცემდა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გამოდის თურქეთის პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ბათუმი თურქეთის ნაწილი იყო, მე-11 კლასის სასწავლებელი წიგნში პირდაპირ ასწავლიან, რომ აჭარა საქართველოს მიიტაცა, ეს დოკუმენტებია პირდაპირ ჩახედონ. და კარგად ვიცით რა ხდება იქ. ეს როგორ ხდება ისიც ვიცით. ჯერ ცხადდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მერე ხდება უბრალოდ ისეთი რაღაცა, რომ ამ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში კაპიტალი ვისაც აქვს ჩადებული, ის ხდება ამ კაპიტალის დამცველი და რა თქმა უნდა, ესაა თურქეთი და ესაა თურქული ანექსია. და კარგად იცოდნენ მაგათმა, რომ ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებოდით ისე როგორც ნამუხვანზე, სამშობლოს გაყიდვას და მე პირადად გიწოდეთ თქვენ მოღალატეები მაშინ. არა, რას ფიქრობთ ახლა, მამა ჩემი 5 წელი ყავდა დაკავებული ეროვნული მოძრაობის დროს. სამშობლოს სიყვარულის გულისთვის. ძმა გაქცეული მყავს პოლიტიკურ დევნაში. ვარ მოხუც დედასთან ერთად დარჩენილი. თქვენ ხო ადამიანობა არაფერი გაქვთ დარჩენილი, მაგრამ რა გგონიათ ახლა მე ის კატეგორია ვარ, ან ციხით შემაშინებ, ან რამით შემაშინებ? თუ არ იცით რომ იმ გვარისა ვარ, რომელსაც უკან დახევა, ვერ წარმოუდგენია და არ ჩაუდენია. აუცილებლად გიტირებთ ყოფას, დაგამხობთ ბოლომდე. კარგი. არა, მოკლედ. ჩვენ უკან დაშოვას აღიარეთ. იცოდეს ყველამ, ჩვენ შეიძლება დაგვიჭირონ, ჩვენ შეიძლება ისეთი რაღაცეები მოგვიწყონ, მახეები დაგვიგონ, მაგრამ ჩვენ რა მიწაზე გავა, ნებო. ეს მიწა ჩვენაირი, მე ვერ გავკამიერდებ და ვიტყვი, რომ ჩვენაირი ხალხი, ჩვენზე უკეთესები იყვნენ, მოდი იმათ მივებადოთ, ვინ ჩვენზე უკეთესები იყვნენ და ჩვენ თუ იმდენს ვერ გავაკეთებთ, ჩვენ ყველამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთებთ. და უკან დახევა კიდე არ ჩვევია რა. დაგვიჭირო რა, მაქსიმუმ დავკოცოთ, ჩვენი სისხლის ძვირად დაგიჯდება, როიცოდეს კიდე. თითეული სისხლის ძვირად დაგიჯდება, მეტი არ შეგვიძლია, ჩვენ იმიტომ რომ თუნდაც არ არის, იმასაც მოღალატეები ხარ ჩამოყალიბებული. ჩვენი სისტემა დავანგრიო. დიდგორი არის საქართველოს და აღმოსავლეთ საქრისტიანოს ყველაზე დიდი გამარჯვება. და საქართველოში დიდგორობის აღნიშნავს თქვენ ვერ მოშლით, ქართულს ვერ მოკლავთ, რაც არ უნდა მანქანებით და მახინაციებით გვებრძოლოთ ჩვენ საქართველოს მოყვარულებს და ქართველებს ვაჟკაცებს. სანამ პირში სული გვიდგას, გვემახსოვრება დიდგორი, გვემახსოვრება წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი და
ვივლით მათ ნაკვალებზე, ღმერთმა შეგვეძლო. ამინ. ზეჩაც და კიუხებს, ნამეხებს დახუჭა თვალები დიდრონი უკან დასახევი ჩახერგე გზები და იყვირე დიდგორი. ვარიგოზე მეგობრო, მაქსიმალურად გადააზიათ ახლა ეს ვიდეო, იმიტომ რომ შესაძლოა დაბლოკონ ან რაიმე მსგავსი, გადმოწერეთ და თქვენს დადებით. დროებით გემშვიდობებით და მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოგიკითხა და ხარში გუდგას. მე მაინც აქავა. 2021 წელს ხო დაგუჭეთ, მას შემდეგ ყოველ წელს ჩამოვდო და აი აქედან გილოცავ ყოველ თქვენგანს დიდგორობას. დიდგორობას გილოცავ და კიდევ ერთი დიდგორი გვაქვს მოსაგები. დიდგორი გვაქვს მოსაგები იმ გაგებით უკვე რომ ქოცობა და ნაცობა ერთადაც გვაქვს მოსაშორებელი. მათი სატელიტების ორგანიზაციებიც კი სისტემაც მოსაშორებელი არის და პირდაპირ გეუბნებით ყოველთვის ყველგან ბლოკავენ. ყოველთვის ყველგან ბლოკავენ. ვიდეოების წაშლაზე უკვე აღარც კი ვამბობ არაფერს, იმიტომ რომ გვერდებს მიშლია. თქვენამდე სათქმელი არ მოვიტანო, ამიტომაც გამომიწერეთ აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე თემო ვარ ბოკელავაძე. აი ეს თემო ბოკელავაძე ვარ, რომელიცაც დანებება არ შვებია. გაჩერება არ შვებია და ვერც კი შეიანელებ. იცით რატო? მე ჩემ მთელ გულს და სულს ვდებ იმაში, რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ ჩემი რასა, ჩემი საქართველო, ჩემი ქართული გენი და რაც თავარია ჩემი ღმერთი ყველაფერზე მეტად მიყვარს. დღესაც რო ვიცოდე რომ ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ქვეყნის ახორციელებისთვის, ქართველი ერის გადარჩენისთვის, გაძლიერებისთვის საჭიროა თუნდაც ჩემი სიკვდილი, მე თანახმოვან ამას. იცით რატო? იმიტომ რომ ბავშვობიდან ესენზრდიდნენ რა, გიყვარდეს შენიერიო, გიყვარდეს შენი სამშობლო. მე ვიცი რა არის სიყვარული. სიყვარული არის ღმერთი პირველ რიგში. და ღმერთიდან ჩვენ შორის არის. მე მჯერა ამის. და მე იმისიც მჯერა რომ გავიმარჯვებ რა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ეროვნულ ტრადიციულ დღის წესრიგს დავამყარებ და არასდროს არავის პრობლემა არ შეექმნება იმის გამო, რაც დღეს ქვეყანაში დასჯადი არის ქვეყნის სიყვარული, საქართველოს სიყვარული, ქართველი ერის სიყვარული და აი აქედან მოგმართ კიდევ ერთხელ. მეოთხეჯერ 2021 წელს დაგვიჭირეს, მას შემდეგ უკვე მეოთხე წელია რაც ჩამოვდივარ და გილოცავ დიდგორობას. თოთ გააზიაროთ ვიდეო და მიმატანიოთ ჩემი სათქმელი ყველას. ყველა მინდა გაიხსენოს ის დღე, როდესაც უკანო და usamahlot წადეს ჩვენი დაკავება, შეჩერება, პირბადები, რამ ალკოჰოლური მდგომარეობა, მანქანის დათვალიერება, ჩვენ რო სუფთები ვიყავით სპორტსმენ ბიჭებს, რო ზედმეტი არაფერი გვჭირდება და აი მართლა რუსეთში გონიათაბა თავი. თან საქმე იმაშია, რომ ამერიკული, რუსული და მგონი უკვე თურქული, ირანული კლანები არის აქ რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცას ვატყობ, მართლა ყველაფერზე ვერ ვსაუბრობ, ყოველთვის მერე იცოდეთ, რომ ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ვართ ქართველი ერი. თუ არ გამოფხიზლდით, დამიჯერეთ. ამ ბრძოლას არ ვიტყვი რომ წავაგებთ. იმიტომ რომ მგონია ჯერ კიდევ არის შანსი იმისი, რომ აუხსნით და ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყანა. არა მარტო გადავარჩინოთ, არამედ ავაღორძინოთ. და რავი ნუ დამდებთ იმაში ბრალს, რომ არც ორგანიზაციაში და პარტიაში არ ვარ. იცით რატო? იმიტომ რომ მე ვიცი სადაც უნდა ვიყო. მე ზუსტად ვიცი, სადაც ამდენი წელი არ გავიყიდე, სადაც ამდენი წელი ვერ გამაშავეს, რამდენი ცადეს, რამდენი მომიგზავნეს, რამდენი სასწინელი დღეები იყო. იარაღი დამატეს. ყლეთ. გამარჯვეს, აქ ძალიან დიდი. უბრალოდ ძალა სჭირდება ყოველთვის. ძალა სჭირდება და მე ვიცი რომ ჩემ გასაკეთებას 100%-ით გავაკეთე. და არაფერს არ შემეშინდება, უბრალოდ თქვენი მხარდაჭერა მჭირდება, თუნდაც ხარში დგომით ფიზიკურად. და ახლა ყველა ფოთ მოიწონთ ეს ვიდეო. გადააზიარო და გამომწოთ ყველა პლატფორმაზე განსაკუთრებით YouTube-ს. იმიტომ რომ ძალიან ძნელია როცა ბიჭი ამდენ შრომობ. წყალო. უამრავ რაღაცას მიჩალიჩებენ, უამრავ რაღაცას მალნაი. ღმერთ რო არ ყოფილიყო და რო არ არსებობდეს, ალბათ
ცოცხალი შეიძლება არ ყოფილიყო. და ვიცი რომ ღმერთმა ბევრ რაღაცაში გადამარჩი. და ეხლა ცუდა ნერვებზე ვარ იმ დღეებს რომ ვიხსენებ რა წელების გამომიარე. რომ სუფთავ ვიქნები და მაინც გავიმარჯვე. გავიმარჯვე ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი რასისთვის, ჩემი გენისთვის და საქართველოს იახაც რომ ქართველებს გვეკუთვნის და სუფთა ქართველებს და არც ნაცებს, არც კოცებს, არც მათ სატელიტებს, ორგანიზაციებს, პარტიებს, ტელევიზიებს, ასე და ასე შემდეგ. მოკლედ და კონკრეტულად. წმენა, ბრძოლა და შრომა. დამიჯერეთ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭირო არის. ღმერთი როგორც იმედებს და მე მჯერა ღმერთი იმედებს, რომ კიდევ ერთი დიდგორი მოვიდეთ. და თუნდაც როგორც აჭარის განთავისუფლება და 100 წლის თავებიდან დაგვენიშნა მთელი საქართველოს განთავისუფლება აი მოუშონერებელი სცენისგან ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის სიყვარული ტრადიციული დღის წესრიგი დავამყაროთ და ყველამ იცოდეს ყველამ გაიგოს და მინდა ეს გაიაზროთ ისე მოიქეცით როგორც საქართველოს ღირს საურშულებს შეეფერებათ ისე მოიქეცით როგორც ქართველებს შეეფერებათ და ჩვენ გმირ წინაპრებს ყველა არ უბრძოლია და ამ ქვეყნისთვის და ზუსტად ვიცი რომ ზეციური საქართველოს შეგვეწერა მადლობა ყურადღებისთვის გამომიწევთ ყველა პლატფორმაზე და კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდგორობის ძალიან მიყვარხართ მე იმედებით და ძალიან ბევრს მივაღწიეთ ერთად და მჯერა კიდევ უფრო მერც მივაღწევთ იცით რატომ? იმიტომ რომ მე გაჩერებას არ ვაპირებ დარწმუნებული ვარ თქვენ აპირებთ გაჩერებას და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ხელში გაქვთ ამ ამოსული ნაცკოცური სისტემა ეგ არის მიყვარხართ და მე იმედებით ვიდება უფალს გამარჯვება საქართველოს და ქართველებს